კვარაცხელიას მორიგი წარმატება, რატომ იტანჯებიან გუნდები, ლუის ენრიკეს კომენტარი, ეთერ ლიპარტელიანის ემოციები და 21 წლამდელთა ფეხბურთელების განწყობა პორტუგალიასთან დაპირისპირებამდე. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დაალაიქე და გამოიწერე არხი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ამერიკიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს შეუერთდა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. პასადენაში ბეჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პარი სენ-ჟერმენი მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდა და მარტივად 4-0 დაამარცხა. ქართველი ძირითადში იყო და 70 წუთში 2 საგოლე პასის გარდა გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. ხვიჩამ საერთო ჯამში კარისკენ 3-ჯერ დაარტყა. მის ანგარიშზეა 40 ზუსტი პასი, 5 მოგებული ორთაბრძოლა და შეხვედრის მეორე საუკეთესო ფეხბურთელის შეფასებაც. რა თქმა უნდა, კვარას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა ფრანგულმა მედიამ. შესაძლოა ქართველს ყველაზე კარგი თამაში არ ჰქონია, თუმცა ის პარიზელ შემტევებს შორის ყველაზე საშიში იყო. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. გუნდები იტანჯებიან, შეხვედრაზე აშკარად ტემპერატურა მიმოქმედა. გრაფიკი ევროპული გულშემატკივრისთვის შესანიშნავია. კარგია, რომ მათ ჩვენი ყურება შეუძლიათ, მაგრამ გუნდები იტანჯებიან. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სიცხის მიუხედავად. ჩვენთვის ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა, მაგრამ როდესაც ვარჯიშებს ვუყურებ, ხედავ, რომ ბიჭების мотиваცია მაღალია. მესაა გუნდი, რომელიც კონკურენციისთვის მზადაა. კლუბი მშიერია, ისევე როგორც გულშემატკივრები და ფეხბურთელები. ეს კი ძალიან პოზიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ასე მოკლე ტურნირს შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოეთიშო, რადგან ბევრი დაძაბულობაა და რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვეცადოთ, რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ტურნირი მოვიგოთ. მოკლედ გეტყვით იმას, რომ ეს შეხვედრა როუზ ბოულზე ჩატარდა და მას 80,000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ვინც არ იცით, ეს ის სტადიონია, სადაც რობერტო ბაჯომ ის ცნობილი 11 მეტრიანი ვერ გაიტანა. ახლა კი შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში პარი სენ-ჟერმენთან და ატლეტიკოსთან ერთად ბრაზილიური ბოტაფოგო და სიეტლის საუნდერსი თამაშობენ. პარი სენ-ჟერმენის მომდევნო მეტოქე კი ბოტაფოგო იქნება და ეს შეხვედრა 20 ივნის დილის 5 საათზე დაიწყება. რა შედეგით დამთავრდება ბრაზილიურ გუნდთან დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ისევ მსოფლიო ჩემპიონატი, ამჯერად ძიუდო და ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ისტორია დაწერა. ის გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 25 წლის ქართველმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს გულშემატკივარს, ძალიან მამხნევებდნენ დღეს განმავლობაში და ძალიან მიდოდა რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართული გულშემატკივარი გამეხარებინა. თქმა უნდა ძალიან მიდოდა გამხდარიყავი ჩემპიონი და ფინალში როდესაც გავედი ერთ წამითაც არ მიფიქრია ის რომ დავნებებულიყავი და მეორე ადგილს დავჯერებულიყავი. მინდოდა რომ საქართველოს ისტორია დამეწერა წითელი ასოებით და წითელი ბექნამბერი წამიღო საქართველოში. მადლობა ღმერთს გამომივიდა ეს ყველაფერი და გავახარე ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი ოჯახი და ჩვენი ქვეყანა. ძალიან გებრიელი. მიულოცოთ ეთერ ლიპარტელიანს კიდევ ერთხელ ეს უდიდესი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ სხვა ქართველ ძიუდოისტებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. დაუბრუნდეთ ფეხბურთს და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან მძიმე ბრძოლაში 3-2 დამარცხდა. აღსანიშნავი და დასანანია ის, რომ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-13 წუთზე გაუშვით. დარწმუნებული ვარ, ეს სიხარულით და მწუხარებით სავსე დაძაბული ბოლო წუთები ყველამ ნახეთ. სამწუხარო იყო ისიც, რომ ბოლო წუთებზე ტრავმის გამო მოედანი დატოვა საბა საზონოვმა. თუმცა, როგორც ცნობილია, სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ ის შემდეგ შეხვედრაში ნაკრების დახმარებას შეძლებს. შემდეგი შეხვედრა კი გადამწყვეტია. საფრანგეთთან მარცხით არაფერი დამთავრებულა. წინ პორტუგალიის ნაკრები გვეულდება, რომელთა დამარცხების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. სწორედ ამ და საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა რამაზ ვანაციმ. თავარი ეს არის, რომ ძალები აღვიდგინოთ. დანარჩენი ხასიათს და განწყობას რაც შეეხება, ძალიან კარგი განწყობა არის გუნდში, ყველა მზად არის მენტალურადაც და ყველა საბრძოლველად გავა პორტუგალიასთან თამაში და ყველაფერს ვიზავთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ ამ თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გოლის გამო. ყოველი წუთი ნაკრებში ჩატარებული და მით უმეტეს გოლი ძალიან მაგარი შეგრძნება არის ჩემთვის, ალბათ ყველა ფეხბურთელისთვის. შეეხება თამაშის შემდეგ ემოციებს, კი რთული იყო, მაგრამ დავიწყებულია უკვე ყველა ჩვენთაგანისთვის ეს თამაში და გადართულები ვართ უკვე პორტუგალიის თამაშზე.
ეს მუდმივი პროცესია, როდესაც გიწევს გადატვირთულ გრაფიკში თამაში, აღდგენის საშუალება ყოველთვის არის ესეთ დონეზე და ვფიქრობ, რომ როდესაც ხარ ამ დონეზე და თამაშობ ნაკრებში, თუნდაც პროფესიონალურ დონეზე, გაქვს იმის საშუალება, რომ შენ თავს მიხედო, აღიდგინო და მოემზადო უკვე შემდეგი თამაშისთვის. რაც შეეხება ემოციურ დონეს, ძალიან გადატვირთული ძიმე და მძაფრი შეგრძნებები იყო, თუნდაც თამაშის კონკრეტულ მომენტში სანამ თამაში დასრულდებოდა, ორჯერ გადამოწმდა, გოლი ერთხელ არ ჩაითვალა, ბოლო გოლი ჩათვალეს. ვფიქრობ, რომ ამან კიდევ უფრო გაართულა ის შეგრძნებები, რაც თამაშის შემდეგ დაგვიტოვა, მაგრამ უკვე დავივიწყეთ, უკვე ვფიქრობ პორტუგალიაზე, ჩვენ უიმედო მდგომარეობაში არ ვართ, პირიქით ვემზადებით, კარგი განწყობაა და ვფიქრობ, რომ მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის. ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, საკმაოდ დრამატული თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით ბოლო წუთები. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არ მინდა თამაშის დეტალების შეფასება, ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ ჩემი გუნდით, ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლებია. ძალიან დასანანი და გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი, თუმცა რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რომელიც ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო. ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, არა იმიტომ, რომ ისინი ვინმეზე ნიჭიერები არიან, პირიქით ისინი ნიჭიერები არიან, ამაცები არიან. ხასიათი მათი არის წარმოუდგენლად ძლიერი, უბრალოდ ბევრი არის სათამაშო პრაქტიკის გარეშე, პლუს დაგვემატა ის ტრავმები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქონდა, პლუს ამას ყველაფერს დაემატა უკვე საბას აზონოვის ტრავმა და მინდა არ შეიძლება არ გამოყო საბას თავდადება ბოლო ტურის წინ, ჩვენ გვაქვს შანსი, ისევ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული და ეხლა ყველაზე მთავარი ისევ ის არის, რომ ძალები გაგვიდგინოთ, ძალების აღდგენა მოვასწროთ, იმიტომ რომ რა და ხასიათი ჩვენ ბოლო თამაშიც გვექნება, ბრძოლის უნარიანობა ბოლო თამაშიც გვექნება, თუმცა ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ სათანადო კონდიციაში. ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ არანაკლებ სიძლიერის პორტუგალიის ნაკრებს შევხვდეთ მზად ყოფნაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრას 17 ივნისს გამართავს. წარმატებები უსურვოთ ბიჭებს ამ შეხვედრაში. მე კი მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ თორნიკე შენგელიას Virtus Bologna-მ ბრეშას იტალიის ჩემპიონატის მეორე ფინალურ შეხვედრაში უმასპინძლა და მეტოქე 71-59 დაამარცხა. შესაბამისად, ქართველის გუნდი ფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თორნიკე პირველი შეხვედრის მსგავსად ახლაც საუკეთესო იყო. ქართველმა პირველ მატჩში 29 ქულა ჩააგდო. მეორეში კი მის ანგარიშზეა 15 ქულამ 7 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა. შეგახსენებთ, რომ ბოლონიელებს იტალიის ჩემპიონატის მე-17-ჯერ მოგებამდე ერთი გამარჯვება აშორებთ. ფინალური სერიის მესამე შეხვედრა 17 ივნისს ბრეშაში გაიმართება. წარმატებები თორნიკეს და სხვა ქართველ სპორტსმენებსაც. თქვენ კი თუ მოგეწონათ და დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სპორტული სიახლეები.